პირველი. უი, რა კარგია. შენც ბათუმში წამოხვედი? ხო, აბა რა? როდის ჩამოხვედი? გუშინ, შენ ვისთან ერთად ხარ? მე და ჩემი და 4 მეგობარ გოგოსთან ერთად ვართ. სასტუმროში ხართ? არა, სახლი ვიქირავეთ. კაცი 10 ლარად. კარგია. შენ სად გაჩერდი? მე ვარ სასტუმრო ინტურისტში. ჩემი მშობლები და პატარა ძმები გონიოში არიან. იქ ძალიან მშვიდად ისვენებენ. დილას ზღვაზე როდის გამოდიხართ? 11-ზე. ხამე ვერ ვიძინებთ და დილას უფრო ადრე ვერ ვდგებით. ჩვენც ასე ვართ. ხვალ ერთად გავიდეთ ზღვაზე. დაგირეკავთ. კარგი. მეორე. რომელ სასტუმროში ისვენებ? სასტუმროში არ ვარ. ბინა ვიქირავეთ. მაგრამ ძალიან ვნანობ. რატომ? ეს ჩვენი ბინა ზღვიდან შორსაა. გადმოდით ჩვენ სასტუმროში. ის ზღვასთან ძალიან ახლოსაა. ადგილებიც არის. კარგი, ვნახოთ. მესამე. რატომ ნერვიულობ? მე ვიხუმრე. მართლა კი არ მივდივარ თეატრში. მეც შენთან ერთად მოვდივარ დაბადების დღეზე. აი, საჩუქარიც ვიყიდე. შენ საჩუქარი ნახე და მე 10 წუთში მზად ვიქნები. კარგი. მეოთხე. ქართული სწავლას ძალიან ვცდილობ, მაგრამ წვალობ. მართლა? რატომ? არა, ვხუმრობ. ახლა უკეთესად ვლაპარაკობ. თან ყოველდილით რადიოსაც ვუსმენ. გრძნობ ენას. ფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი რამე უფრო მარტივდება ჩემთვის. ძალიან კარგი. წარმატებას გისურვებთ. გმადლობთ. მეხუთე. აუ, გიგი, შენც მოხვედი? გოგოებო, რაზე ჭორაობთ? არ ვჭორაობთ. გუშინ კალაში ვიყავით და იმაზე ვლაპარაკობთ. კარგი დრო გაატარეთ? კი. ვხუმრობდით და ვცდილობდით, რომ ბევრი არ დაგველია. იქ კი ბევრი ვიჭორავეთ. თქვენი ქმრები არ ყოფილან? რა თქმა უნდა, იყვნენ. ჩვენ მკეკლუცობდით და ისინი არ ეჭვიანობდნენ. შვენიერია, როცა ქმრები არ ეჭვიანობენ და მთელი საღამო ხუმრობენ. გუშინ არსად ჩქარობდნენ. მათთვის მთავარი იყო, ვინ უფრო მეტს იხუმრებდა და მეტს სასაცილო ანეკდოტს იტყოდა. ძალიან კარგი.